შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი. პირისპირ. რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი. Wollen wir stehen wie einst Lili Marleen, wie einst Lili Marleen. Unsere beiden Schatten sahen wie ein Haus, dass wir lieb uns hatten, das sah man gleich daraus. Margarita, Meate, Fausti, აი გვინ არის მეფისტოფელი, კარგად დააცქერდი, ის ლილიტია. ფაუსტი ვინ? მეფისტოფელი. ადამის პირველი ცოლი, ერიდე მის გაშლილ თმას, რომელიმე ჭაბუკს მან თუ თავისი დაკლაკნილი თმის ნაწნავები მოახვია, გათავდა, აღარ გაუშვებს. გოეთე. სად წავიდე, ვის მივმართო? ლეონის მშობლებს სიტყვა მივეცი და რომ არ შევასრულო მათ წინაშე პირშავად დავრჩები და ორ პირ შემარქმევენ. ფიქრობდა კორნელი. მას თვითონ სურდა ახლა კეთილი საქმის ჩადენა. ეს იმის შინაგანი მოთხოვნილება იყო. ომის, სისხლის ღრის, კაცთა ჟლეტისა და წამების შემდეგ თითქო ყველანი სისხლის მსმელნიც კი მათ საწინააღმდეგოდ მოიმართნენ და ცოდვათა მონანიების სურვილი დაებადათ, თითქოს ადამიანს სურს დაიძახოს, შევჩერდეთ, ძმებო, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არისო, ფიქრობდა კორნელი. ასეც ზნეობრივ ფერიცვალებას იქნებ თავის თავში გრძნობდა კორნელი და სხვასაც მას მიაწერდა, ვინ იცის. იგი კირკის ქუჩას მიუახლოვდა. გერმანული ეკლესიის კარები ღია იყო და იქიდან ორღანის ხმა და მომღერალთა გუნდის გალობა შემოესმა. დღე რისხვისა, დღეს იგი ყოველივეს მტრად აქცევს. კორნელის საბრალო ასული გრეთჰენი მოაგონდა. კათოლიკეთა ეკლესიის სკამზე რომ გულწასული იჯდა და ჩადენილი ცოდვისა და შერცხვენის გამო ხალხში დამალვას ლამობდა. მიჯნურისაგან შეცდუნებულს და უგულოდ განწირულს, დაღუპულ ძმისაგან, ხალხისაგან და ღვთისაგან დაწყევლილს, სახმრთო წერილის სიტყვების გალობაზე და ორღანის ხმაზე განკითხვის თავზარდამცემი საყვირები მოესმა და გულს უგმირავდა იგი. ეს მოაგონდა კორნელის და თვალწინ მაშინვე ნინოს მწუხარე სახე დაუდგა. ჩუმი, ნარნარი და კაეშნიანი ხმა შემოესმა. კორნელი, ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. ჩვენ უნდა შევხვდეთ. კორნელის ტანში გააჟრჟოლა. როდის შევხვდეთ ერთმანეთს? როდის? რამდენი რამ მაქვს სათქმელი? იქნებ მეც საშინლად დავტანჯე საწყალი ნინო. გაიფიქრა კორნელიმ და პლეხანოვის პროსპექტზე გადასვლა დააპირა. მაგრამ ეკლესიის გალავნიდან ვიღაცამ დაუძახა. შებრუნდა. ეკლესიის კიბეზე არა გულწასული და შეძრწუნებული ასული გრეთჰენი, არამედ მხიარული და მოღიმარი ქალი, მარგარიტა ლეტცი ჩამოდიოდა. კორნელი, დაუძახა ქალმა, სად მიდიხართ? შინ, მიუგო კორნელიმ, შეეგება და ხელზე აკოცა. გეტყობათ თქვენც ჩემს მეუღლესავით შინჯდომა ყვარებიათ. ხელი გამიყარეთ მკლავში და ცოტა გამაცილეთ.
უბრძანა მარგარიტამ და ეშმაკურად გაიღიმა. მარგარიტა ლეტცი თბილისელი გერმანელის შვილი იყო. იგი ამჟამად 30 წლის ქალი იქნებოდა. მოწაფეობის დროს იგი მართლაც გოეთეს გრეთჰენს გავდა. ოქროსფერი ყულულები, ბავშვური უბიწოებით სავსე ცისფერი თვალები დღისითა და ღამით ეჩვენებოდნენ რუსული ენის მასწავლებელს სტეფანე შემანსკის. მაშინ მარგარიტა უკანასკნელი კლასის მოწაფე იყო. სტეფანემ გიმნაზიის დამთავრებისთანავე შეირთო იგი უზადო სიყვარულით აღტაცებული, ათრთოლებული ტუჩებით კოცნიდა ქალის ყულულებს. ასე უყვავებდა და რამდენი ლამაზი სიტყვები არ მოусმენია ქმრისაგან ცოლს, ვინ მოთვლის. გადიოდა დრო, როდესაც სტეფანე შემანსკი მოსაბეზრებელს ნეობრივ ქადაგებას დაუწყებდა, მარგარიტა მორცხვი მოწაფის მსგავსად დადუმდებოდა. გულუბრყვილო მასწავლებელი კი ფიქრობდა, რა გინდ მაღალფარდოვანი და გაუგებარი ენით არ უნდა უქადაგებდე მე ცოლს მაღალზნეობას, ის მაინც ჩასწდება და გაიგებს მას შეურყვნელი ქალური თავისი ბუნებით. მეოცნებე უნებისყოფო მასწავლებელი ლიტერატურით და ფილოსოფიით იყო გატაცებული. დიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ეს ბიბლიოთეკა და მაღალ საგანზე ქმრის დაუსრულებელი საუბარი მალე მოსწყინდა მარგარიტას. არც ქმრის ამხანაგები, ჩანჩურა და არაქად გამოლეული მასწავლებლები მოსწონდა. სამაგიეროდ მას ოფიცრები, მათი ცხოვრება და დროსტარება აჯადოებდა. 4 თუ 5 წლის ცოლქმრობის შემდეგ სტეფანე არ მიხვებოდა მარგარიტას ოპერაში, თეატრში და კონსერვატორიაში, ნაცნობ მეგობრებში და ნათესავებში. სტეფანეს არ მოსწონდა ცოლის მშობლები, არ მოსწონდა ნათესავები, მეგობრები, არც რაიმე საერთო ჰქონდა მათთან. ხან დაღლილობას, ხან გაკვეთილებისათვის მზადებას, ან კიდევ სხვა რამეს მოიმიზეზებდა და ქალაქში ცოლს მარტო გაისტუმრებდა. ამჟამად სტეფანე უნივერსიტეტის ლექტორი იყო. მის შინაარსიან და მიმზიდველ ლექციებს მრავალი ახალგაზრდა, ელო, ნინო და მათი ამხანაგებიც ესწრებოდნენ. სტეფანეს ცოდნის წყაროს და მოძრავ ბიბლიოთეკას უწოდებდნენ, მაგრამ ქმრის ასეთი ღირსებანი სრულიადაც არ ხიბლავდა მარგარიტას და ერთ მშვენიერ დღეს ქალი კალაპოტიდან ამოვარდა. პირველი თავისი რომანი მარგარიტამ რამაზ ვაჩნაძესთან, ახალგაზრდა და ლამაზ გუსართან გააჩაღა. შემდეგ კაპიტან ჯიბო მაყაშვილთან. კაპიტანი შეტევაზე გადავიდა და საოპერო თეატრიდან კაფე რესტორნის კაბინეტამდე და სასტუმროს ნომრამდე მიმავალი გზა მალე განვლო. ხშირად მოაცილებდა ხოლმე სახლამდე ეტლით. ერთხელ მარგარიტა გვიან დაბრუნდა შინ. ქმარს დილამდე არ დაუძინია. მის თავში 1000 ეჭვი ტრიალებდა. ბოლოს ზარის ხმა გაისმა. ქმარმა ცოლს კარი გაუღო. გონიერი თვალებით შეხედა. მარგარიტას თვრალი თვალები ენისლებოდა. ხახიდან ალკოჰოლის, თუთუნის სუნი ამოსდიოდა. ფეხი და ენა ეშლებოდა. სტეფანე საწოლზე დავარდა და აქვითინდა. ყველაფერი დავკარგე. უკანასკნელი ნუგეში და თავშესაფარი. გაიფიქრა მან. ქალი გაღმა შეედავა. შენ არსად არ დამყვები. ჩემთვის არასოდეს არ გცალია. ერთხან სტეფანე ცოლს გაებუტა. მერმე წინადადება მისცა განქორწინებულიყვნენ, რაზედაც მარგარიტა დასთანხმდა. თავზარ დაცემული მეუღლე
ქალს მუხლებზე მოეხვია და შეევედრა. ლავ ჩემთან დარჩი, არ დავღუპოთ ჩვენი 8 წლის ბიჭი, პატარა კარლო. ამ გამარჯვებიდან მარგარიტამ სათანადო დასკვნა გამოიტანა და ბოროტად გამოიყენა იგი. ამ დღის შემდეგ სტეფანე შემანსკი საშინელ დამცირებას იტანდა. იგი ცოლს თავმოყვარეობას, სინდის და სახელს ალახვინებდა. ქალმა უნებისყოფო კაცი ხელში ჩაიგდო და ჩვრად აქცია. ომისა და რევოლუციის დროს არსებული ნივთიერი სივიწროვე ხელს უწყობდა ქმრისაგან მარგარიტას ღალატს. ახლა მას არა მარტო ლამაზი და ახოვანი ოფიცრები მოსწონდა, არამედ ფულიანი კაცი. სულ ერთია, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი. კორნელი წარჩინებულ ხალხში ტრიალებდა და მარგარიტას შეძლებული და ფულიანი მშობლების შვილი ეგონა. თანაც ბიჭადაც მოსწონდა იგი. ეკლესიაში ცეცხლს არ ანთებენ და შემცივდა, უთხრა მარგარიტამ კორნელის. ხრები აიჩეჩა და ხელზე იღლია მოუჭირა. ტყვილად ამბობდა მარგარიტა შემცივდაო. ციყვის ტყავისაგან შეკერილი ნაცრისფერი თბილი ქურქი ემოსა და იღლია ღადარივით ცხელი ჰქონდა. კორნელი ფეხაწყობით გაჰყვა. წყობრად და რიტმულად ჩნდებოდნენ კაბის ქვეშ ქალის პატარა და მოგრძო წვერებიანი ლაიქის ტუფლები. მარგარიტა კატასავით ისე ჩუმად და რბილად მიაბიჯებდა, რომ კორნელის გაუკვირდა ამ ყრივსა და ზორბას ხეულს ეს პატარა და უსახსრო ფეხები როგორ ზიდავენ და ატარებენო. ქალმა შენიშნა, კორნელი ფეხებზე რომ აკვირდებოდა და ჰკითხა, მოგწონთ ჩემი ტუფლები? მშვენიერია, განა ტუფლებზე იტყვი ან მშვენიერიაო? მაშ მშვენიერი შეიძლება იყოს ბუნება, პეიზაჟი, ვარდი, ქალი. ტუფლები კი ელეგანტური, ჩინებული. თქვენ ტუფლებიც და ფეხებიც მშვენიერი გაქვთ, შენიშნა კორნელიმ. მარგარიტამ გაიცინა. თქვენც მელა ყოფილ ხართ, ტყვილს ამბობთ, განა დაგიჯერებთ, ღმერთს გეფიცებით. თქვენ ღმერთი გწამთ? კიდეც რომ მწამდეს, თქვენ განა მაწამებინებთ? ქალი შეკრთა. მთელი ტანით შეირხა და კორნელისაკენ ისე მიბრუნდა, რომ მისი მაგარი, დოვლათიანი მკერდი ჭაბუკის ხელს მიებჯინა. ქალმა ცისფერი თვალები შეანათა და წყენით უთხრა, კორნელი, როგორ გეკადრებათ? მე ეკლესიიდან მოვდივარ, რა აზრით ამბობთ მაგას? ეს ყოველივე მოსაზრების გარეშე. თქვენ ცრუობთ, აბა თვალებში შემომხედეთ, უთხრა მარგარიტამ და კიდევ უფრო მიეტმასნა. კორნელი ქალის ცისფერ შლაპაზე ზურმუხტის მაგვარ აბზინდის დამაგრებულ და წარმტაც ფერებით მოლივლივე უცხო ფრინველის ფრთას დააცქერდა. აღელვებული ქალი კარგახანს უცქერდა ჭაბუკს. ჭაბუკის მომწვანო, შუქიანი და უცნაური თვალები მოეწონა. ერთბაშად მოიღუშა, თითქოს რაღაც უკეთურმა აზრმა გაუელვა თავშიო. პატარა ცხვირის ნესტოები დაებერა, გაუფითრდა და აცახცახდა. ლამაზი ქალის სახემ მისმა ცისფერმა მიბნედილმა თვალებმა, რომლებიდანაც ნემსის ყუნწის ოდენა შუქი კიაფობდა, მონუსხეს კორნელი. ქალმა აჩემებულ მსხვერპლს თვალი დაადო, მახეში გააბა, მაგრამ მერმე თავი დაიჭირა და
დინჯად უთხრა: თქვენ რაღაც უცნაური და გულჩათხრობილი კაცი ხართ. მუდამ მოწყენილი დაიარებით. თქვენ თითქო ქალს გაურბით. აბა საიდან მოიტანეთ ყოველივე ეს? გაუკვირდა კორნელის. შეგამჩნიეთ. მიუგო მარგარიტამ და მოულოდნელად ჰკითხა: როგორ მიდის თქვენი სამიჯნურო საქმე? თქვენსა და ნინოს შორის მგონი შალმა კატამ გაირბინა. გინდათ დაგეხმაროთ. დამცინავი ღიმილით შესთავაზა დახმარება მარგარიტამ. რა სამიჯნურო საქმეები? ყველაფერი რიგზეა, გმადლობთ. მიუგო კორნელიმ და კაეშნიანი ცალგვერდა ცქერით სადღაც შორს გაიხედა. ასეთი ცქერა გრიგოლ ცაგურიშვილმა იცოდა, როდესაც რამეზე დარდიანად ფიქრობდა. ირემივით ყელმოღერებული ჭაბუკი თავით ფეხებამდე შეათვალიერა ქალმა და უთხრა: თქვენ თითქო რაღაც გაწუხებთ, რაღაცაზე ფიქრობთ, თითქო გაქცევას აპირებთ. მართალს ბრძანებთ. ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი და ის მაწუხებს. მიუგო კორნელიმ. რა საქმე? ჩემი მეგობარი სომეხი დააპატიმრეს. შობლებს მისი განთავისუფლება შევპირდი და ახლა ვის მივმართო არ ვიცი. ესტატეს ვერ გაუცხადებ. დადვაძეს? დადვაძე ესტატეს ეტყვის და ესტატე გაბრაზდება. ომში არ წავიდა და ახლა დაპატიმრებული სომხების ქომაგობა დაუწყიაო. დათას მიმართეთ. დათას სომხეთთან ომში ნათესავი მოუკლეს და მაგ საქმეზე ვერც მას მივმართავ. თქვენ ძმას ევგენის? ვერც ევგენის. მე რომ დაგეხმაროთ და ის თქვენი ამხანაგი ციხიდან გამოვაყვანინო, მაყარიჩი თუ იქნება? მოულოდნელად ჰკითხა მარგარიტამ. მერმე როგორი რომ იცოდეთ, ჩემი მეგობარი ლეონი მეტად მდიდარი კაცის შვილია. მიუგო კორნელი. ქალმა ყურიც ქვიტა. იქნებ ანკეს ღლავი ამოხვესო, გაიფიქრა. ფულის, ჩაცმა დახურვის, ქეიფის მოყვარულმა და მდიდარი კაცის მაძებარმა მარგარიტამ. მოიტათხელი, უთხრა მან კორნელის. კორნელიმ სიტყვა მისცა და ხელი ჩამოართვა. მაშ წავიდეთ. დაიძახა მარგარიტამ და ისინი ტრამვაის გაჩერებისაკენ წავიდნენ. სასტუმრო ნოეს მახლობლად სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილი მიხა მაჭავარიარი შეეყარათ. მიხამ კორნელი გადაჰკოცნა, მარგარიტას კი ხელზე ამბორა. ბიჭო, უთხრა მიხამ კორნელის, როდემდე უნდა იყო დეზერტირი? იცი რაც ხარე ომში მოვხდი? თურქებთან ომი მონაგონია. საფუძვლიანად რომ დავსხდებით, მაშინ გიამბობ ყოველივეს. საფუძვლიანად დასხდომას მიხა ქეიფსა და ღვინის სმას ეძახდა. კორნელი ნინოსთან შეხვედრას, კავშირისა და ურთიერთობის აღდგენას ელოდა და ამიტომ მიხასთან კავშირის გაწყვეტა ხელს არ აძლევდა. ჩვენი საქმე ახლა კარგად მიდის. შეატყობინა მიხამ კორნელის. მერმე ჩუმად და ქურდულად უთხრა: ნინოს უყვარხარ. საიდუმლოდ ლაპარაკს თავი გაანებეთ. შენიშვნა მისცა ჭაბუკებს მარგარიტამ და ტრამვაიში პირველი ავიდა. ისინი სამხედრო სამინისტროს მახლობლად ჩამოვიდნენ. მარგარიტა საქმეთა მმართველთან შევიდა. საქმეთა მმართველი პატარა და ჩია კაცი იყო. ირიბი თვალები ჰქონდა და თვალის უპეები დასივებოდა. მმართველი დიდის ამბით შეეგება მარგარიტას და სკამი შესთავაზა.
ქალმა კორნელი და მიხა გააცნო და სამხედრო მინისტრთან შესვლას თხოვა. მინისტრს ჯერ არ სცალია და ცოტა ხანს დაიცადეთ. მიუგო მმართველმა და მისაღებ ოთახში მომლოდინე ოფიცრებს გადახედა. ამ დროს ახალგაზრდა მაღალი ქალი შემოვიდა და მმართველს მანქანაზე გადაბეჭდილი ქაღალდები შემოუტანა. მარგარიტა დაინახა, გაეხარდა, მივიდა და აკოცა. მარგარიტამ ეს ქალიც გააცნო ჭაბუკებს. იცნობდეთ, ეს ჩემი მეგობარი ქეთო მაღალაშვილი არის. მიხამ კოხტა და მაღალ ქალს შეხედა და უთხრა: მართლაც მაღალი შვილი ყოფილხართ, ქალბატონო. ქალი მიხას და კორნელის თვალს ვერ უსწორებდა. უმიზეზოდ იცინოდა და მარგარიტას პატარა და ლამაზ ხელს ეალერსებოდა. მარგარიტა და ქეთო მეგობრები იყვნენ და მუდამ ერთად დაიარებოდნენ. უერთმანეთოდ ვერ სძლებდნენ და ერთმანეთის საიდუმლო გულის თქმა და ყოველი წვრილმანიც კი იცოდნენ. უცებ მარგარიტამ რედიკული გახსნა. იქიდან პატარა წიგნაკი ამოიღო და კორნელის კითხა: თქვენ სამხანაკს რა ჰქვია? კორნელი მუთხრა. მარგარიტამ ჩასწერა: ლევონ გედეონის ძე მერაბიანი. ლევონთან ნადიმზე ქეთოც უნდა წავიყვანოთ. ჩვენ 4-ვენი იქ ვიქნებით, მიუგო კორნელი. მინისტრის კაბინეტიდან სამხედრო პირები გამოვიდნენ და მმართველმა შიგ მარგარიტა შეუშვა. კორნელის და მიხას მოუხდათ ლოდინი. ბოლოს კაბინეტიდან გაწითლებული და მოღიმარი მარგარიტა გამოვიდა. შეგიძლიათ მერაბიანისას წახვიდეთ. ლეონი შინ დაგიხვდებათ. უთხრა მან კორნელის.